more or less most or all the land from a farmer. We don't flood his house or have to take his house, but we take his living, most of his living, so he may have to find another way of living. Then we're talking about economic displacement. Ეკონომიკური განსახლება არის, როდესაც გლეხს ართმევ არასაცხოვრებელ სახლს, თქვათ, მაგრამ სარჩო საბადელს, როგორც სახნავსათ ესი ნაკვეთი. So far, we have not identified any, but we assume that maybe it will be 5 families or so that will suffer of economic displacement, but we're not sure, and we, the company, will do the very best, so it won't be any that we can find other land or find because there's maybe one place at Didajara, there's a petrol station that maybe will affect it, that for instance for the man running that petrol station we can find another place and build up a new petrol station for him. ანუ დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს პროექტში შეიძლება 5 ოჯახს მოუწიოს 5 ოჯახს მოუწიოს ეკონომიკური განსახლება, მაგრამ ჩვენ მუშაობთ მათი კომპენსაციის სქემაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მოსახლეობის არა 4 ვეჰესი და 5 შეიძლება 5 ოჯახს მოუწიოს ეკონომიკური განსახლება. მაგალითად დიდაჭარაში არის ბენზინ გასამართის სადგური, შეიძლება ის ადგილი დაიტბოროს და შესაბამისად სხვა ადგილას დავაკმაყოფილოთ, რომ სხვა ადგილას ააშენოს ეს სადგური. When we're talking about compensation, it's a difference in Georgian and the rules of the World Bank. როდესაც კომპენსაციაზე ვსაუბრობთ, განსხვავდება მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები. According to Georgian rules, we have to compensate the market value, but according to the World Bank standard, we have to find another place so that, for instance, a farmer gets as much money that he has the possibility to buy the land of the same quality another place. საქართველოს კანონმდებლობით ეს კომპენსაცია დამოკიდებულია საბაზრო ღირებულებაზე, ხოლო რაც შეეხება მსოფლიო ბანკის მოთხოვნას, იმდენი თანხა უნდა მისცე დაზარალებულს, რომ მოახერხოს ამ თანხით სახლის შეძენა და შემდგომ ცხოვრება. ხარც. მიწისძვრა ფონების შეძენა სხვა ისე არანაკლებ მხარესთვის და რაც დაკარგა. მალე. არის კიდე რამდენიმე ჰესი, როგორც მე ვიცი და აუდიტორიას მინდა ვკითხო, ეს საკმაოდ დროს მოითხოვს აშკარად, ან ორი მოხსენებები გვყავს და რაღაც და მიკროფონში ვილაპარაკოთ ყველამ, კარგი? გეოლოგიური სამსახურის უფროსი ვარ აჭარის და მაინტერესებს ახლა თქვენ აქ ახსენეთ აჭარას დიდაჭარას ქვემოთ ბენზინკალონკის მდგომარეობა. იქიდან გამომდინარე ეს მარტო ბენზინკალონკო კი არა, იქ არის სამხედრო გზა გადის, რომელიც ადის თქვათ არის ერთ-ერთი კურორტი ბეშუმი და არის სამხედრო დანიშნულების გზა და რატო განიხილეთ თქვენ მარტო ბენზინკალონკის გადაადგილებას? იქ გაუგებარია ჩემთვის რა. Is it up along Gurjona? This is Yeah. Also, if we have to flood some of the roads, that may occur in Hechauri and in Didajara. We don't. დატბორვა თუ მოგვიწევს, ანუ ეს შეეხება დიდაჭარას და ხიჭაურს. It's obvious. It's obvious that we have to pay and build a new road that's go a little higher than the dam. თავისთავად შეიძლება ინფრასტრუქტურა, ანუ ის გზა თუ დაიტყორება, უნდა გაკეთდეს შემდეგი ზემოთ შემოვლითი გზა გაკეთდა. ტრასა ისვება.
ესა მე რა მინდოდა მეთქვა პირველ რიგში მე მივესალმებით სასახად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, იმიტომ რომ ჩვენ დიდარი ქვეყანა ვართ ჰიდრორესურსების კუთხით და მას ათვისება ჭირდება და ეს სასახად მისასალმებელია და სასიხარულოა. თუმცა ის პროექტი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი, მე ახლა ამ დარგის სპეციალისტი და კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ უკვე ვიზუალურად ხედავთ, რომ ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ჰიდრო პოტენციალის ამუშავება აუცილებლად გამოიწვევს გარემოზე ზიანს და მე ახლა არ მინდოდა ეს მე თქვა და ალბათ გაიკვირებს ჩვენი სტუმარი, რომ და მე მინდა ფინანსთა სამინისტრომ ამას მიაქციოს ყურადღება, რომ ზემო აჭარაში არც ერთი მეტრი, კვადრატული მეტრი მიწა არ არის გაფორმებული, ან იურიდიულად გატარებული და შესაბამისად ერთ ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ოფიციალურად რეესში გატარებული არც ერთი კვადრატულს ვერ ვიტყვით, რომ რამდენი ოჯახი არის, რომელსაც აქვს გატარებული, მაგრამ 99%-ს მიწის რეფორმა არ განხორციელებულა პრაქტიკულად. და შესაბამისად ეს ადამიანები არ დაუტოვოთ, ესე ვთქვათ, შიშველ ტიტველი გარეთ და ესე ჯერ დაუკანონოთ ეს მიწები, რომ მოხდეს კომპენსაცია, ვთქვათ, ამ ადამიანებისათვის. უპას რაც შეეხება მიწების რეგისტრაციის აქტის დავეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ მართლაც ძალიან იშვიათია ფაქტი, როდესაც ზემო რაიონებში მიწა არის რეგისტრირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ესეთი სურათი, როდესაც ინვესტორი თვითონ არის დაინტერესებული იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ მიწების აზოვა და საკადასტრო რუკების შედგენა და დარეგისტრირება. ამისთვის დაქირავებული იყო სპეციალური ორგანიზაცია, გეოგრაფიკი, რომელიც თავისი ხარჯებით აუზომავს, დაურეგისტრირებს და შემდეგ მოხდება მათი კომპენსაციისას გათვალისწინება. ანუ ძალიან საჭირო შეკითხვა იყო და ეს იყო მთავრობის პოზიციაც, რომ კომპენსაცია ყოფილიყო ყოველთვის გამართული ამ კუთხით. მე ვფიქრობ თვითონ ის მომენტი, რომ პროექტის უკან დგას მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სახით და ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის სახით, ნიშნავს იმას, რომ აქ ყველაფერი უნდა მოხდეს მათი სტანდარტების გათვალისწინებით და მათი სტანდარტები გულისხმობს აუცილებლად განსახლებას და მათ კომპენსირებას. აგრეთვე მნიშვნელოვანია ეს სტანდარტები იმ კუთხით, რომ ძალიან ძლიერი გარემოს დაცვითი სტანდარტები აქვთ, იმიტომ რომ ისინი იტოვებენ, როცა ჰესი კეთდება და მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჰესი კეთდება გვირაბების საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არ კეთდება ძირითადად რეზერვუარების გამოყენება, ამ დროს დინარის დიდი ნაწილი წყალი ხდება მთლიანად გვირაბში, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაპოტი რჩება ცარიელი, მაგრამ აქ არის მინიმალური სტანდარტი დაახლოებით, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 20%-მდე კალაპოტში დატოვებას წყლის. ესეც ერთ-ერთი რეგულაციაა მსოფლიო ბანკის. მადლობთ. მოხსენებელ დავას მე ვინებ. მინისტრის მოადგილეს, იმიტომ რომ არასოდეს ინფორმაცია. მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს პრინციპში, უკვე აღარ ვიცი საიდან დავიწყო. პირველ რიგში მინდა კითხო აჭარის წყლის განმახორციელებლებს. სწავლობენ თუ არა იმ გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში აღნიშნული პროექტის ზემოქმედებას შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ზემოქმედებას თუ სწავლობენ. და რატომ სვავ ამ კითხვას? პრაქტიკულად თურქეთში დაგეგმილი და განხორციელებული თუ განხორციელებადი ჰიდროელექტროსადგურების გამო მდინარე ჭოროხში 90-95%-ით შემცირდა და შემცირდება, როცა ყველა ეს ჰესი აშენდება, ნატანი, რომელთაც ფორმირდება შავი ზღვის სანაპირო ზოლი. აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხლავე დავსვა, მაშინ თუ დამასმევნებს გეტყვით რა ზეგავლენაც აქვს. აქ ამ შესაბამისად ნატანი, რომელიც შავ ზღვაში ჩავა, ერთ-ერთი არის აჭარის წყალი, ერთ-ერთი ძირითადი შენაერთი. შესაბამისად, არა ძალიან მცირეა თუ ძალიან დიდია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, უნდა იქნას შესწავლილი. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ პრაქტიკულად აჭარის წყლიდანაც არანაირი ნატანის პრინციპში ჩადინება შავ ზღვაში აღარ მოხდება და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს უნდა იყოს შესწავლილი, იმიტომ რომ ამ კვლევის შესწავლის შესახებ რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2007 წელს გააკეთა ჰოლანდ დაჩ კომიშენმა და მოითხოვა კომბინირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება
აი აჭარის სანაპირო ზოლის დაცვასთან დაკავშირებით და შესაბამისი ღონისძიებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამ დრომდე არანაირი ასეთი დოკუმენტი არ არის მიღებული და პირიქით ჩვენ ყოველგვარი ასე ვთქვათ წინასწარი გათვლების გარეშე ეხლა ვაპირებთ აჭარის წყალზე ამ ჰესების აშენებას, რომელიც პრაქტიკულად ასევე 5-10%-მდე თუ უფრო ძალიან არა დაიყვანს ნატანის რაოდენობას, ჩატანის ოდენობას შავ ზღვაში, ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნო და ყურადღება მისაქცევია იმ ფაქტზე, რომ წყლის ეკოლოგიური ხარჯი, რომელიც წყალაღების ადგილიდან ქვედა დინებაში რჩება, არის საშუალო წლიური 10%, ეგრეთ წოდებული ტენანტის მეთოდი და ამას ეხლაც გავიგონეთ ბატონი მინისტრის მოადგილისგან, რომ თურმე ეს ყოფილა მსოფლიო ბანკის რაღაც სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება არანაირად არც მიახლოებულად და თუ რაღაცა საკითხი არ ისცის ადამიანმა არ შეიძლება ეს საკითხი დასვას ასე. 10% ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მდინარეს ეკოსისტემას ადგება აუნაზღაურებელი ზიანი, რომც მოხდეს ისეთი კაშხლების მოწყობა და იყო ერთ-ერთი საკითხად შემარბილებელ ღონისძიებად, რომ მოხდებოდა პერიოდულად ნატანისაგან დაცლა ამ რეზერვუარების იმის გამო, რომ ეს თვითონ ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტისთვის იყო ასე ვთქვათ საჭირო, ამ ნატანის ჩატანა შავ ზღვამდე ვერანაირად ვერ მოხდება იმ 10% დარჩენილი წყლით, რასაც ტოვებენ ამ პროექტის გამო. აქედან გამომდინარე, ამას ექნება ძალიან სერიოზული ზემოქმედება და პრინციპში ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალური პოზიცია არის, რომ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ტიპის ასეთი ტიპის იქნება თუ ტრადიციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ამ ადგილზე სანამ არ მოხდება კომბინირებული გარემოზე ზემოქმედების შესწავლა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ეს არის ეს ერთი პრინციპული საკითხი, რაც მინდოდა მეთქვა. მეორე საკითხი ზოგადად მინდოდა მანამდეც დაუსვით, თუმცა პრინციპში კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან მაინტერესებს რა პრინციპით ხდება დიდი ჰიდროელექტროსადგურების ესე ვთქვათ მშენებლობის გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოში, რადგანაც კი ეს არის კერძო ინვესტიცია და კერძო ინვესტორები ახორციელებენ ამ პროექტს, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ პროექტში ჩართულები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და 2008 წლის დონორთა კონფერენციაზე მიღებული დასკვნის თანახმად, რომლის შედეგად დაგვიმტკიცდა 4 მილიარდ ნახევარი დახმარება, აი ამ თანხებით ხდება ამ პროექტების დაფინანსება. ეხლა ვკითხულობ, რას სარგებელს ვღებულობთ აი ამ დახმარებით დაფინანსებული პროექტებისგან ჩვენ? არის თუ არა გათვლილი ზამთარში, იმიტომ რომ მარტი-აპრილი-მაისი ნამდვილად არ არის ის 3 თვე, რომლის დროსაც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიის მიღება და ეს არის ზამთრის პერიოდი, სადაც არის დეფიციტური, რა ოდენობის ელექტროენერგიას ვღებულობთ აი ამ 3 თვის განმავლობაში, აი ამ პროექტებისგან, ღირს თუ არა მილიარდი დოლარის ჩადება და ჩვენი გარემოს გაჩანაგება იმად, რასაც ჩვენ ვღებულობთ ამ პროექტებისგან და საერთოდ რატომ არის მიჩნეული საქართველოში, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურების განვითარება ეს არის რაღაც განახლებადი და ენერგიის წყარო, ეს არც ერთი კაშხლების შესახებ სოფლიო კომისიის დასკვნის თანახმად სასახად არის აღიარებული, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურები არანაირად აღარ არის მიჩნეული განახლება წყაროებად და რატომ არ დგება სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი ნაბიჯი კი არა, ზოგადად გეგმაც კი არ არის შემუშავებული, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს და ევროპას შორის გაფორმებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში უნდა შემუშავებული იყო გეგმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასთან დაკავშირებით, რატომ არ არის საერთოდ გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი ამ მხრივ? ეს მინდოდა მეთქვა ზოგადად. ეს კითხვები არის, ეს ზოგადად ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაც და ის საკითხებიც, რომელიც უნდა იქნას განხილული. რაც შეეხება ისე დეტალურ საკითხებს, რა ქვია, სადაც ჩავა წყალი, მოხდება თუ არა გავლენა და რაღაცა, ეს არის, როდესაც გამოქვეყნდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება პროექტის თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ეს შემდგომში შესაძლებელია ვიმსჯელოთ. მანამდე არსებული პრობლემები არის ეს, რომელიც საჭიროებს პასუხს. ამაზე პასუხები არ მივიღოთ? არა, მაგაზეთი თუ შეიძლება დიახ. ბატონ ჩიპაშვილთან, როცა ძალიან სერიოზული თემა დააყენა, აქვე გავერკვევ.
ერთი წამი. ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს მომეცა საშუალება ჩემს უმცროს კოლეგას გავეცნო ბატონ ჭიპაშვილს რომელიც ინტერესდება და მუშაობს აჭარაში გარემოს დაცვის პრობლემებს. თავის გამოსვლაში ახლა ძალიან სერიოზულ თემას შეეხო, იგი შეეხება დერინელის კაშხლის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ნატანის 90% თუ მეტი არა შემცირებას. თქვენ როგორ ხართ ინფორმირებული? უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში როცა 90% შემცირდა ნატანის შემოდანა და ამ ნატანზე ბევრად იყო დამოკიდებული შავი ზღვის სანაპიროს ფორმირება, აი არის თუ არა გამკაცრებული ჭოროხის დელტიდან ინერტული მასალების ამოღება და ვინ აკეთებს მაგაზე კონტროლს და რომ არ კეთდება კონტროლი და იქიდან ამოღებული მასალით გზების კი შენდება ამაზე ვინ აგებს პასუხი და როგორია თქვენი პოზიცია ამას აკავშირებით? აუცილებლად მეთქვით, ფარე გავარს ბატონი ავთო ჯერ იმიტომ რომ დააკვირდი აშკარად. კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებთ, იქნება და უხალი. მივიღოთ კითხვაზე პასუხი, ჯერ გასცეს. იმიტომ რომ მე არა ერთი საკითხია რა. ფაქტიურად თანამოხსენების ფუნქცია შეასრულა. დაისვა სერიოზული თემა და თვითონაც დაფასი. მივიღოთ პასუხი, ბატონო თამას. თქვენს კითხვაზე მივიღოთ პასუხი და შემდეგ გავარცეთ. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ეს საკითხი, ანუ თურქეთში დაგეგმილი 10 ჰიდროელექტროსადგურისა დაისვა ძალიან სერიოზულად, თუმცა შემდგომ მოხდა ამ პოზიციის შესუსტება იმით, რომ გაიცა 2006-ში ლიცენზია 600,000 კუბური მეტრის ამოღებასთან დაკავშირებით მდინარე ჭოლოხიდან. აქედან გამომდინარე, ვინ არის პასუხისმგებელი? ცალსახად ეს არის სახელმწიფო, იმიტომ რომ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ სერიოზული საფრთხე ემუქრება ბათუმის სანაპირო ზოლს, მეორეს მხრივ გავცემთ ლიცენზიას 600,000 კუბური მეტრის ამოღებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უბრალოდ ოფიციალური დოკუმენტების დონეზე 400,000 არის უკვე ამოღებული, საიდანაც 250,000 დაიხარჯა გზები და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი ამ Dutch Commission-ი, რომელიც ვახსენე, რომელმაც დაწერა რეკომენდაცია, რომ უნდა შემუშავებულიყო გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მომზადებულიყო აჭარის სანაპირო ზოლზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, იქ იყო ერთ-ერთ საკითხად დასმული, რომ ის დარჩენილი ეს ხდება 2007 წელს. დასმული იყო ერთ-ერთ საკითხად, რომ იმ დარჩენილი 200,000 კუბური მეტრიდან, რაც იმ ლიცენზია მოიცავდა, იმიტომ რომ მაგ პერიოდისთვის 400,000 იყო უკვე ამოღებული, დაახლოებით ნახევარი მოხმარებოდა დროებით ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელებას, სანამ არ დასრულდებოდა უფრო მდგრადი გადაწყვეტა იმ საკითხისა, რასაც ქვია ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვა. სამწუხაროდ ამოიღეს თუ არა ის 200,000 და საწავიდა და როგორ წავიდა, ეგ უკვე ჩემთვის აღარ არის ცნობილი და სავარაუდოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ არც არაფერი გაკეთებულა, იმიტომ რომ ვიცი ზუსტად რომ აღნიშნული გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ დაწერილა და იმ 2007 წლის დასკვნის შედეგად საერთოდ ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე სულ ზუსტად იმ კითხვას ამ პროექტების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პრაქტიკულად არაფერი არ აქვს გამოკვლეული და ამით შეიძლება ისეთი ზიანი მივაყენოთ ბათუმის სანაპირო ზოლს. ბატონო? საიდან საუბრობ და ეს არის განახეთ დოკუმენტს, არ არის პრობლემა. ეს არის 2007 აბა საწავიდა მაშინ. გითხარით პასუხი მაშინ გასულ სულ კითხვას და მიპასუხეთ. მოდი, ეს ფორმატი არის. ჩვენ სტუმარს უნდა მივცეთ საშუალება, რომ გასცეს შეკითხვას პასუხი. მე ბატონ ავთოსთან გადავართ ბატონ ტარიერსაც თქვენს ოღონდ ხელისუფლების წარმომადგენელი გვყავს დღეს აქ და ძალიან საინტერესო არის და სასახად მნიშვნელოვანია მისი პოზიციების მოსმენაც და დავიცვათ ეს ფორმატი ძალიან გთხოვთ ოღონდ ეხლა სტუმარს მინდა მივაწოდო. Yes. Thank you very much for your questions as well. Your question. Just to set this in perspective, this project has the 3 potential reservoirs has around 2 million cubics storage capacity.
ან ჩვენს პროექტ რომელიც გაცვენებულია 3 წყალსაცავის აშენება სადაც მოხდება 2 მილიონი კუბური მეტრი წყლის დაგროვება აქვს გარკვეული პერსპექტივები. And if anyone has been to Godavari or Kaspegi, you will drive up and see the Sinvali dam as well as the Sinvali HPP. That HPP that lake has a storage capacity of 550 million, which is 250 times as big as it's planned here. ვინმეს თუ ნახავს ჟინვალხესი, წყალსაცავის, სადაც არის 500,000 კუბური მეტრი, გაცილებით ბევრია წყლის მოცულობა, ვიდრე ჩვენი ჰესებით არის გათვალისწინებული პროექტები. Since this project only has capacity to storage the water, so with average flow from 6 to 12 hours, when it's raining a lot, we have around 20% in flood losses in average a year. That means that every time Adyaraskali is so quite big, there will be normal water flowing because we cannot store all the water. 20% of the river flow will flow naturally because then the dams will be full. The HPP won't have capacity to take the water in the HPP, so that it will flow naturally when it's raining a lot and in the springtime. რა ეკონომიკურ გათვლაზეა საუბარი და რას მიიღებს საქმეს? აი მხოლოდ ამ კითხვას მიპასუხოს კონკრეტულად. მე მგონი რომ მე უფრო სხვა საინტერესო ეს ალბათ პროეკონომიკის სამინისტროს გასაცემი პასუხია, იმიტომ რომ ინვესტორი ყველაფერი ხალხურია, უბრალოდ აქ საუბარი მაქვს თუ აპირებენ და იკოლებენ თუ არა ზოგადად ამ პროექტის ზემოქმედებას So the Adyaraskali project is have very small dams compared to Shorokki. As well, we have 4 days, 2 in the flooding season in the spring and 2 in the rainy season in autumn, that we will flush 24 hours to get all the sediments through. So I think that we have quite good move to handle the sediment issue. არა უბრალოდ რაღაცა თქვა, რომელიც რეალურად იმ მე რაც დავს ვიკითხვა, იმ პასუხს იმ ხმას არ პასუხობს. კითხვა რაზეც ძალიან კონკრეტული. პროექტის მიხედვით თქვენ აპირებთ ენერგიის მეთოდის გამოყენებას სანიტარული წყლის წყლის ეკოლოგიური ხარჯის შესახებ დინარის ქვედა დინებაში. ხომ არის ასე? მაშინ რომელი მეთოდის გამოყენება 10% მოყვება საშუალო დინებს. ჯერ პროექტი არ არსებობდა. რა პროექტი არის სკოპინის დოკუმენტი, სადაც არის ზოგადი თეზების ჩამოყალიბება. მე ამ გასწრა ჩადი. ამას პროექტი არ არის. ტექნოლოგია შეისწავლოს. ნუ ამ დაუშავების პროცესში
პირველი კომუნიზმის შენებებისაკენ მეორე სილოსის Just a few words. We know that it's 10%. Cooperation with you, in cooperation with the locals, and that has to be approved by the government. შეიძლება ეხლა ბატონო დისკუსიაზე გადავიდეთ. ხო, ბატონო ავტომ დასვას კითხვა, შემდეგ ბატონო არის მეცემა საშუალება. შემდეგ სამინისტროს წარმომადგენელი შეიძლება ბატონო ავთანდილ ბერიძე გახლავართ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი. მე მინდა დავაზუსტო ბატონი მინისტრის მოადგილემ არასწორი ინფორმაცია მისცა მსმენელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და კომპენსაცია მოხდება, თითქოს და მიწები გადაეცემა ხალხს. მაშინ ჩაგეკითხებით, რომელ კანონზე დაყრდნობით აპირებთ თქვენ მიწების გაცემას საქართველოში. კანონი არ არსებობს. რეფორმის შეჩერებულია რეფორმის კანონი, არ არსებობს. პრეზიდენტის ბრძანებულებით თუ აპირებთ, იქ გარკვეული პირობებია ჩადებული. ასე რომ არანაირი მიწების დაკანონება არავისთვის არ მოხდება. ერთი პირველი მიგავიგეთ, შემდეგი ერთი წუთით. ამ პროექტის განხორციელებაში არიან თუ არა ჩართული აჭარაში ცხოვრები, მოქმედი, გარემოს დამცველები, ჰიდროინჟინრები, სპეციალისტები, რატომ არავინ არაფერს არ გვეკითხება? მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ არიან ბევრი. კი ბატონო, სხალთა კატეგორიულად მიუღებელია სხალთიდან კაცი გვეუბნება 800 მეტროში იქნება. ეს მისთვის არის 800 მეტრო რაღაც დიდი ფართობი. წარმოგიდგენიათ სხალთიდან 800 მეტროში სარკე? სხვათა შორის. აი, გამცეს ვინმე პასუხი, სარკის ფართობს ვითხოვ. მომაწოდეთ, მითხარით სარკის ფართობი, რატომ მალავთ? მე ეს პირველად ავსვამ ამ შეკითხვას. სხვა შეხვედრები იყო ანალოგიური, ხელვაჩაურის საკრებულოში იყო ამ საკითხის განხილვა, იყო მოსახლეობასთან შეხვედრა, ყოველთვის სვამ ამ კითხვას. იმიტომ რომ სარკის ფართობი არის განსაზღვრელი ჩვენი ტენიანი რეგიონისათვის. რა ფართობიდან მოხდება აორთქლება? ვაფთარ, ბოდიში და საქართველოს თავის მოთხოვნილებებს თხოვთ აი ინვესტორმაც რომ გაიგოს საქართველოს თავის მოთხოვნილებებს ელექტროენერგიაზე იკმაყოფილებს კარგახანია ელექტროენერგია საქართველოში არის ექსპორტის საუკეთესო საშუალება და რატომ გჭირდება საქართველოს ქართველი კაცის ქართული მიწის ინტერესების ხარჯზე საექსპორტო პროდუქციის შექმნა კატეგორიულად წინააღმდეგი იქნები, პირადად მე კი არა, მოსახლეობაც იმის გასაყიდის საქონელი შევქმნათ იმის ხარჯზე, რომ საქართველო დაზიანდეს. ბატონო, მორჩით კითხვები? ეხლა ჩემი აზრით უნდა გვიპასუხოს ხელის აი ბატონო, ეხლა ძალიან ვთქვათ, დავიცვათ ბალანსი ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მრავალი შეკითხვა დაისვა აქ და არ ვიცი საიდან დავიწყო პრინციპში დავიწყე ბატონი ავთოს შეკითხვებიდან რაც შეეხება მიწის გადაცემის საკითხს ამ შემთხვევაში სახელმწიფო მაქსიმალურად იცავს კერძო მესაკუთრეების ინტერესებს და თავისი მოქალაქეების ინტერესებს მით რამდენადაც ეს ხარჯი არ არის სახელმწიფოს მიერ გასაწევი ან რაც შეეხება თვითონ მიწის რეგისტრაციის პროცესს არსებობს ამის საკანონმდებლო საშუალებებიც და არსებობს თუნდაც მინიმუმ პირდაპირი გადაცემის წესიც არსებობს და მეთანხმება ალბათ ბატონი ავთო და ამ შემთხვევაში ინვესტორი აფინანსებს სრულ კომპენსაციას და მე ვერ ხვდები რატომ წარმოიშვა ეს შეკითხვა საერთოდ და სახელმწიფო რა დაინტერესებულია იმით რომ თავის მოქალაქემ არ მიიღოს კომპენსაცია არ მიიღოს მიწა მე არ გეთანხმებით მე არ გეთანხმებით შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი აზრი შეიძლება ბაცალოთ თქვენი ხარი არაერთი ფაქტი შემიძლია დაგისახელოთ თუ მომძანდები ჩვენთან და გაგაცნოთ ამასთან დაკავშირებით უნდა მომძანდი არ ვიცი კი ბატონო გასაგებია დისკუსიის თემას ნუ გადავუხოთ ძალიან ვთქვით იმიტომ რომ დრო გაგვივარდა და ვერ ამოვწურავთ საკითხს. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, თქვენ ძალიან წეგას ხალხაზე გამახვილეთ ყურადღება. მე გეთანხმებთ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოფისთვის ზოგადად ამ ძეგლის არსებობა.
წეგან ბატონმა თქვენ ასწორად გაიგეთ 800 მეტრი ხოლო თქვა აი იმ მონაკვეთზე რომელზეც იყო ყოფილი მეწყერი 1999 წლის ხოლო რაც შეეხება სხალთას ექნებიან დაჟღურებული იქნება 5 კილომეტრით ეს კაშხალი ანუ საშიშროება ამ ეტაპზე არის მხოლოდ თეორიული რეალურად არ არსებობს და რაც შეეხება კიდე ბატონმა ძალიან ბევრი ისაუბრა ამას გარემოს საკითხებთან დაკავშირებით და არავინ არ ვიღებთ ყურად იმას რომ ჯერჯერობით პროექტი არის მხოლოდ იდეის დონეზე და წინ გვაქვს ძალიან დიდი სტადია რასაც ქვია გარემოს ზემოქმედების შეფასება სანამ გარემოს ზემოქმედების შეფასება არ იქნება მანამდე არაფერი არ ხდება კანონინგ ლიცენზიებსა ნებართვების შესახებ პირდაპირ გვეუბნება სანამ არ გვაქვს დადებითი საექსპერტო დასკვნა ეკოლოგიური მანამდე ნებართვა არ გაიცემა ანუ შემდეგ სტატიაზე არ გადადის და რაღაც манипуლირება თემებით თითქოს ჩვენ არ ვითვალისწინებთ გარემოს ზემოქმედების შეფასებას არის აბსურდული. ძალიან ვთქვით მივაქციოთ ამას ყურადღებას. არ არსებობს არის სტადია არ ერთ-ერთი ეტაპი ნებართვის გარემოს ზემოქმედების დღეს ეს არის იდეის დონეზე მსჯელობა და ჩვენ არ გვაქვს რეალურ ფაქტებთან შეხების საშუალება. რომ მას შემდეგ როდესაც იქნება გარემოს ზემოქმედების შეფასება შეიძლება ამ საკითხებზე საუბარი. მინისტრის მოადგილეს მინდა გაქცევი. არა, ჯერ ამოწურესთან მერე კითხეთ და ბატონ დარიელმა უნდა თქვას. კიდე ქონდა ბატონს ესეთი შეკითხვა ფასი რა იქნება ამისო. რამდენად შეთვის ცნობილია მემორანდუმში პირდაპირ წერია 4.8 ისა ამერიკული ცენტი. ფასი. სახელმწიფოსთან მისაკიდი ფასი ამ შემთხვევაში. ხოლო გასაკიდი ფასი თავისთავად ბაზარზე დაარეგულებს ეს არის დაახლოებით 13-დან 18 თეთრამდე. არ არის ეს ზვირი, ეს არის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულება. ბატონო? დღეს თვითღირებულება ჰიდროელექტროსადგურში გამომუშავებული ამდენი. დღესდღეობით საქართველოში არსებული მე რამდენად ვიცი ეს არის საბაზრო ფასი, ან გამომუშავების საბაზრო ფასი. თვითღირებულებას. აუკაცრავად ტერმინი არ შევთვალხსენე. თურქეთზე ეს არის ანუ კერძო ინვესტორია ამ შემთხვევაში ხო წარმოებელი არის ინვესტორი. ანუ ფას განსაზღვრავს თვითონ და თავისთავად იგმოქმედებს იქნება როგორც ბაზარი იქნება. შეიძლება ეს არ არის ხელისუფლების პოლიტიკა, ამას არეგულირებს ბაზარი, ფას არ მოქმედს. ბატონო ართო ძალიან ხო. გეთახმებით. მორჩებით გაბატონების ცენტრის. დიახ. აისა ბოდიში თუ შეიძლება კიდე ერთხელ ვამბობ რომ თუ მიკროფონში არ ვიტყვით არაფერი არ გამოვა ამიტომ ძალიან გთხოვთ ეხა ბატონი ტარიელი და შემდეგ ბატონი ნოდარი იქნება კიდე ერთხელ ბატონ დავით მე თქვენ მინდა მოგმართო თქვენ აქ ინფორმაცია თქვით რომ აი ინერტული მასალის ჩადინება ჭოროხიდან შეტანილი მასალა არ აკმაყოფილებს იმ სანაპირო ზოლის გამაგრებას რაც ჩვენი ბათუმის ზოლია რა ბათუმიდან დაწყებული ჭოროხის შესართავამდე თქვენ ალბათ არ ვიცით არა შეიძლება არ ხართ ინფორმირებული 3 წელია მიმდინარეობს ინერტული 100,000 კუბომეტრი ინერტული მასალის შეტანა ჭოროხის სანაპირო ზოლიდან ესე დინარე ჭოროხიდან ვიღებთ 300,000 კუბომეტრი და შეტანილია ჩაყრილია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი ბატონი შოთა ხშირად ახსენებენ ბატონ შოთა ფაღავას და გუშინ წინ 2-3 დღის როცა დიდი შტორმი ასე შტორმი არ ყოფილა 5 წელიწადია ბათუმში 6 ბალი ტალღების ზემოქმედება იყო არსეთ იმ ზოლში სადაც ქონდა ჩვენ საშიშროება ქონდა იმის კატასტროფული ზონები ქონდა რა ფაქტურად შეიძლება ამის თქმა ყველა აი იმ ზონამ რომელიც იყო კატასტროფულად გამოცხადებულ ყველამ გაუძლო აი ზღვის შემოტევას რომელიც აგერ დამემოწმებია მე არ ვიცი ბატონ შოთასთან ალბათ თქვენ გაქვთ ინფორმაცია და ხო და ბატონ შოთას ინფორმაციას გეუბნები მე ჩემი თავს გასული ვარ მაგრამ ხახმებით არა ეს ვლაპარაკობ რომ ინერტული მასალის რაღაც შემოგანა იგი თუ სადმე გადის და რაღაც დარღვევა ხდება ეს უნდა კანონმდებლობის პრეროგატივაა და შეიძლება იმათ ჯარიმდება ვინც არასწორად გადის მაგრამ ის შეტანილი ინერტული მასალა რომელიც 3 წლის განმავლობაში მოხდა არის შედეგიანი არის ფაქტი რომელიც აგერ არის აქიდან შეგვიძლია გავიდეთ ნახოთ ის ზონები სადაც ჩვენ მივიცვლებით კატასტროფულ ზონად მივიცვლებით რომ არა იქ სანაპირო ზოლი აღარ ქონდა და ყველა
აი რაც შეიძლება 3 წლის მანძილით გამაგრებულია და აი შედეგი არის. აი ერთი ამის თქმა. არა, მე სხვა რამეს ვამბობ, უკაცრავად ამას დავაზუსტოთ ეს საკითხი. მე არ მითქვია რომ 100,000-ის ამოღება და სანაპირო ზოლზე ასე ვთქვათ, განაწილება 2000 მეტრის სიგრძეზე, სადაც მეტრზე უწევს 50 კუბი, არ იყო სწორი. მე ვთქვი სხვა რამ. ამ ჰოლანდიური კომისიის მიერ იქნა დაწერილი რეკომენდაციები კომბინირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭოროხისა და ბათუმის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტს. აქ ცალსახად არის დაწერილი, რომ მანამ სანამ ეს პროექტი შესრულდება, აუცილებელი იყო როგორც დროებითი, არა როგორც მუდმივი, არამედ როგორც დროებითი ღონისძიება ამ 100,000 კუბური მეტრის სანაპირო ზოლზე განაწილება. სამწუხაროდ, იქ საუბარი იყო მხოლოდ 1 წელიწადზე, ანუ სანამ ეს დასრულდებოდა და სანამ უფრო მდგრადი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული სანაპირო ზოლის დაცვასთან დაკავშირებით, მანამდე 1 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო ეს 100,000 კუბური მეტრის ანუ განაწილება ამ სანაპირო ზოლზე. მე იმას ვსაუბრობ, პრობლემა რა არის, რომ სამწუხაროდ ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იყო რეკომენდირებული, არც კი დაწყებულა ამის გაკეთება. როგორც 2007 წელს დაიდო ეს რჩევა, ეს რჩევადვე დარჩა სადღაცას, მაგრამ სამაგიეროდ მეორეს მხრივ ჩვენ ვიწყებთ დიდი ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. ჭოროხსა თუ გასაგებია რომ ჭოროხს უკვე ნატანი აღარ არის იმდენი თურქული ჰესების გამო, მაგრამ ამსევე აჭარის წყალზე, რაც კიდევ უფრო შეამცირებს იმ ნატანის ოდენობას, რაც უკვე იყო და საერთოდ ამ სანაპირო დაცვის ზოლთან დაკავშირებით საერთოდ უკვე ხმას არავინ, ესე იგი რას ვაპირებთ ჩვენ, რომ ყოველწლიურად 100,000 რეგულარულად ესე მუდმივად უნდა ჩავიტანოთ და გავალაგოთ, ხო ასე? 200,000 შევიტანოთ, უფრო მეტი შედეგი გვექნება. არ ვამბობ, მე რას ვამბობ, ხომ იმიხვდით? ეს არის დროებითი ღონისძიება, ესე გაგრძელება მუდმივად ხომ არ შეიძლება? ახლა ჩვენ თუ მილიონები დავხარჯავთ მუდმივად გიწევთ. არა, ერთი ბატონო დავით, მაგრამ ხალხს სხვა ბატონო დავით, ახლა აქ არის ბევრი პროექტი იყო, უკაცრავად რა, შეიძლება. ბევრი პროექტი, კი ბატონო, ერთ ორ სიტყვას ვიტყვი და ბევრი პროექტი იყო, რომელიც მილიონობით ჯდებოდა, გაწყალ სანაპირო დაცვითი ღონისძიების გაკეთება, რაღაც სანაპირო ზოლიდან მოშორების ჩასხმა რაღაცების გაკეთება, მაგრამ ეფექტი რაც ჩვენ ამ უბრალო ელემენტარულმა რაღაცამ ინერტული მასალის შეტანამ და ზღვის ალკოება მოგცა, ასეთი ეფექტს მე როგორც სპეციალისტი შემიძლია ვთქვა, რომ ვერ მოგცემს სხვა რაღაც ღონისძიება. ამიტომ მე მირჩენია მილიონობით იმ ხარჯების გაწევას 1 წელი და 2 წელი და რაღაც ზღვის მოკლა, სანაპირო ზოლის მოკლას, მე მირჩენია, რომ ესეთი 500,000 იჯდება, ის 100,000 კუბომეტრი შეტანა ყოველწლიურად. ჯობია ეს 500,000 ჩვენ ყოველწლიურად ვიხადოთ და სხვა ვკვებოთ, იმიტომ რომ უფრო რეალური შედეგი გვაქვს. მე სხვა რაღაცა დავაკავშირე, ამას დაკავშირებ. შეიძლება. ეხლა ძალიან გთხოვთ, კითხვის სახით, იმიტომ რომ ნახევარი აუდიტორია დაიცალა და დიახ თქვენ. ახლა რაც შეეხება შავი ზღვის დაცვას, პირველი სტატია მაგაზე მე გამოვაქვეყნე. სამეცნიერო სტატიაც და საგაზეთოც ეს იყო ჯერ კიდევ 1998 წელს. ახლა ამ პროექტის თაობაზე მე მინდა ერთი ასეთი განმარტება გავაკეთო. როგორც აგერ ჩვენი ნორვეგიელი მეგობარი ამბობს, თურმე ტექნიკურ ეკონომიკური წინადადება, მე ვამბობ წინადადება, არა დასაბუთება, არამედ ტექნიკურ ეკონომიკური წინადადება მიუღია ენერგეტიკის სამინისტროდან მათ ფირმას. წინადადება, მან თქვა თვითონ. და ურთიერთგაგების მემორანდუმის გააჩენა. ჩვენ მივიღეთო ტექნიკური წინადადებაო, ალბათ იქ ეკონომიკურიც იქნებოდა. მიიღეთ თუ არა? რომ ამ გესებზე ხომ უნდა იყოს რაღაც წინასწარი ისა, რა, დოკუმენტი. ურთიერთგაგების მემორანდუმის ნუ შეიძლება, არა, ურთიერთგაგების დოკუმენტი სულ სხვა. არა. იმას უნდა იქ იმ წინადადებაში უნდა ყოფილიყო აშენეთ 4 გესი, თქვათ ამ სიმძლავრის ამ იმის, მაგრამ ეკონომიკური დასაბუთება უნდა გააკეთონ აგენ.
მე და ყველაზე საინტერესო იმაზე მივდივარ ახლა. აქ ბატონმა მინისტრის მოადგილემ ცოტა ტექნიკური იმაში ცოტა სწავლება დამიწყო, რომ თურმე მარტო ვარდნას 400 მეტრიან ვარდნასა აქვს მარტო მნიშვნელობა გესის იმისთვის, რა ქვია, სიმძლავრისთვის. ჩემო მეგობარო, არის ასეთი ფორმულა QA-ში, გაყოფილი იქ რაღაც კოეფიციენტებზე. Q არის წყლის მოცულობა. ის წყლის მოცულობა თუ არ დაეცა იმ ტურბინას, შენ თუ გინდა 1000 მეტრიდან დაუშვი, არაფერი არ გამოიგება. ასე რომ მე ცოტა გამეგება მაგ საკითხებში, იმიტომ რომ თვითონ ვარ ჰიდრომექანიკი და ხო, ძალიან საუბედუროთ, მაგ ისტორია. ახლა სხვა ის. მე მინდა ასეთი შეკითხვა დავსვა. თუ ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებაში არ იქნება გარემოს დაცვის პრობლემების კვლევა, მაშინ ასეთი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომ იყვნენ რუსები, ვიოდინოვა იაიცა ნისტოი. ეს თანაც ეკოლოგიური ექსპერტიზა მე ვამახვილებ ყურადღებას. ავთო ვამახვილებ ყურადღებას, არა გარემოს დაცვითი ექსპერტიზა, არამედ ეკოლოგიური ექსპერტიზა. ეკოლოგიური და არა გარემოს დაცვითი. უნდა ჩაატაროს არა ადგილობრივმა ხალხმა, არამედ ნეიტრალურმა მოწვეულმა სპეციალისტებმა საზღვარგარეთიდან, მაგალითად ასეთი მთის პირობების ექსპერტიზა ეკოლოგიური შეუძლიათ გააკეთონ შვეიცარიელებმა, ფრანგებმა, ავსტრიელებმა, იგივე ნორვეგიელებმა. ვისთან გაქვთ კითხვა, თქვენ კითხვა გაქვთ. ვისთან გაქვთ? მასთან მაქვს კითხვა, შეგეკითხეთ არა, თუ არა, ხომ ამუშავებენ ესენი, არა, მაცალეთ კიდევ. ამუშავებს ეს კაცი, ეს ფირმა, მე რა ვქნა და ამისთან ახაც ფაიჯებდა, მე არ მეშავ. და ერთი შეკითხვა კიდევ. რატომ მაინდა-მაინც კაშხალების სისტემით უნდათ ისა? გააკეთონ ვარნილ ჰესები პირდაპირ, როგორც ერთ-ერთი გესი უნდა გაკეთდეს. კიდე გაქვთ კითხვა? კიდევ მაქვს კითხვა. რამდენი კილომეტრი რჩება წყლის გარეშე აჭარის წყლის კალაპოტი? რამდენი კილომეტრი იქნება აჭარის წყლის კალაპოტი უწყლოდ? ეს შეკითხვები ჩემთან არის თუ უცხოელებ? მე ვგო თქვენთანაც და სტუმართან, ჩვენ სტუმართან. ხო, მოდი ახლა კარგი დაიწყოს. კარგი, რა შეეხება მე არავის არ ვისწავლები, იმიტომ მე თვითონ არა ვარ ამ საქმის ექსპერტი, მე უბრალოდ თქვენ იკითხეთ კაშკლის სიმაღლე და გითხარით რომ მხოლოდ დაწნევაზეა დამოკიდებული სიმძლავრე. ანუ რა შეეხება ძალიან გთხოვთ. რა შეეხება თვითონ მასშტაბებს, თუ გავითვალისწინებთ რა მასშტაბებზეა საუბარი, 16 მეგავატი არის აჭარის წყლის ჰესის სიმძლავრე მაქსიმალურად, თუმცა ამ სიმძლავრით არასდროს არ უმუშავია ახონის. არის პერიოდი, როდესაც 3 მეგავატი სიმძლავრით მუშაობს. აჭარის ენერგომომარაგებას სჭირდება დაახლოებით 80-დან 100 მეგავატის სიმძლავრე. ანუ ძალიან მასშტაბურია ეს ესე მე ვეთანხმებით შეზღუდოს, მაგრამ შედეგი მიიღწევა აბსოლუტურად მთლიანად დაწნევაზე. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ იმას, რატო ვაკეთებთ კაშხლებს და რატო ვაკეთდება სხვა წყლის აღება, როგორც ვარდნილ ჰესიო. აქ არის გამოყენებული კომბინირებული მეთოდი, სადაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წყლის აღება ხდება. ამის ეკონომიკური ეფექტი და ბარიმ ჩაგეკითხებით, რო გითხრათ აქ და ის კითხვა და პასუხი არ ყოფილა მე მგონი. რისი? აი ამის რომ არა ამ პროექტის ანუ ეკონომიკური ჰესები არამედ თვითონ როდესაც გამოცხადებული ქონდა ტენდერი ენერგეტიკის სამინისტროს, იქ ქონდა რაღაც სიმძლავრეები ქონდა მითელი როგორი ტენდერი ქონდა გამოცხადებული აჭარის წყლის ჰიდრორესურსების ათვისებაზე. დიახ. ანუ ათვისებაზე მე ბატონო ძალიან გთხოვთ მოვისმით. თქვენ არ მისმენთ და კიდათ რომ გამოიტანოთ დასკვნო და ვერ გამოიტანთ ასე და ეკონომიკური დასაბუთება. რა შეეხება ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას? წეგან ბატონობას გითხრათ და ეხლაც გიმეორებს რომ ამაზე მუშაობენ, დასაბუთება არსებობს, მის შეფასებაზე მუშაობენ. ერთია დოკუმენტის შექმნა, მეორეა მისი შეფასება. და ეს მაგრამ შეურაცხყოფას მოვაკენებთ საზოგადოებას. და ეკონომიკური ეფექტი? ეკონომიკებზე წეგან ვისაუბრე, ანუ იმ შემოსავლებზე, რაც პოტენციურად არის შესაძლებელი რომ მივიღოთ ამ ჰესების მშენებლობის შემთხვევაში და ის იყო დაახლოებით 30 მილიონი წლიური შემოსავალი. დიახ.
ეკონომიკურ ეფექტს გეუნებიან და არა შემოსავალს. სხვა რა ეკონომიკურ ეფექტს გულისხმობთ? სხვა ისა რომ გამიდინდეს 30 მილიონი ადგილზეა და გამიდინდა და რა შემოსავალს. არა და იმიტომ არ ხალხი რა კარანიანი საკრესები. ერთი წამი ეხლა სტუმართან იყო დასმული. აქ არის საუბარი განსახადების სახელზე თუ ჩამოყალიბდებით იყო საშემოსავლო განსახადზე, მოგების განსახადზე და იყო ქონების განსახადზე საუბარი. აი ეს ეკონომიკური ეფექტები. მაინტერესებს დავამთავროთ მაშინ ძალიან გთხოვთ. ერთი წამი. ანუ თქვენ რატოღაც манипуლირებთ თემით საჭიროებაზე? რამდენჯერმე ვახსენებ რამდენჯერმე თქვი საკითხი რომ ჭირდება მას ეკონომიკური ექსპერტიზა, როდესაც ხდება ეკონომიკური ექსპერტიზა. საუბარი არის ძალიან გთხოვთ და დარბაზსაც აუდიტორიასაც ძალიან გთხოვთ, ვიცი რომ ძალიან გვაინტერესებს ეს თემა. ჩვენ ძალიან დიდას ვართ დამოკიდებული ამ თემაზე, მაგრამ მოусმინოთ, არ გვესმის არაფერი. ძალიან გთხოვთ, კერძო საუბარი ვისაც გვინდათ, დიდი ბოდიშს მოხდეთ, გავბრძანეთ, კარით ვილაპარაკოთ და შემოვიდეთ. დიახ. ანუ რაც შეეხება ისო გარემონო ზემოქმედებას, ანუ ყოველთვის ვურდებით რატოღაც წრეშევკარით და მივდივართ ერთიდან მეორემდე. სანამ არ იქნება გარემონო ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, მანამდე არ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხზე. ანუ მანამდე დაწყვეტილება არ მიიღება. საკანს ვახსენებ, ნებართვა მხოლოდ და მხოლოდ გაიცემა მაშინ, როდესაც არსებობს ეს დოკუმენტი. ანუ ეკოლოგიური ექსპერტიზა, რომელსაც წამალ ბატონი ბრძანებდა ამასთან დაკავშირებით. ხომ არა, სახელმწიფოს თვითონ არ არის. და ეხლა შეკითხვაზე უნდა უპასუხო. სახელმწიფოს უნდა ჰიდროელექტრული რესურსების ათვისება, ანუ ჰესების შენებლობა და ჰესები ააშენოს, ანუ მამაგულის ანუ ყველა რეგულაციას ამ შემთხვევაში აკეთებს სახელმწიფო, ანუ იგივე კანონმდებლობა, რომელიც გვეუბნება რომ თქვათ იყო მთავრობის ადგილ რომლის მიხედვითაც გადაიცა თქვათ ეს ჰიდროპოტენციალი ამ ნორვეგიულ კომპანიას გვერდით კანონმდებლობა გვეუბნება რომ რა პირობებში შეიძლება აშენება ჰესების. ეს არის ის რომ როდესაც არსებობს დადებითი ეკოლოგიური დასკვნა. თუ ეს არ არსებობს, მანამდე არ შეიძლება ამის გაკეთება. ანუ ყველაფერი არის კვლევისაგანი, ხო? დიახ. ერთი წუთი თუ შეიძლება ეხლა ნინო აგერ იძულებული გახდა რომ კერძო საუბარში უპასუხოს გადასულ კითხვაზე. ვაპასუხებთ ძალიან The feasibility study is conducted by Mott MacDonald. Mott MacDonald was chosen out of 3 companies. Mott MacDonald is it's 15,000 employees in the company and it's based in the UK. რაც შეეხება ნეიტრალური ექსპერტიზა ახსენა ბატონმა, რომ ამ პროექტში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს მესამე მხარე. ჩვენთან ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას ახორციელებს ბრიტანული წამყვანი საინჟინრო კომპანია Mott MacDonald-ი, რომელიც 3 კომპანიას შორის შეირჩა. საკმაოდ დიდი კომპანია და ძალიან დიდი გამოცდილებით. ექსპერტიზა იქნება გარემოს დაცვით თუ ეკოლოგიური? ორივე. აკეთებს Mott MacDonald-ი. მე დინარი რა So what part of the bank will be left without water? Also between the intakes and the HPP, there will be less water, and we are now assessing what the eco flow, environmental flow should be. But so all the places between the intake and the HPP, there will be less water. But what the water level will be is under assessment. ანუ წყლის აღებიდან ჰესებამდე თავისთავად წყლის რაოდენობა შემცირდება. რამდენი? ეს ტექნიკური დეტალები მაგრამ ეხლა მიმდინარეობს მაგრამ არის ეხლა ამ ძამაში ეს არ არის ტექნიკური დეტალი. თუ რამდენად შემცირდება ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ამჟამად მიდის მაგაზე კვლევა. ამჟამად მაგაზე კვლევა მიდის და რამდენად შემცირდება? არა. იმიტომ რომ რიგი არის აქ და დიდი ბოდიში, ხა ნაცნობობით ნუისარგებლად. ჩართული არის? დიახ, ჩართული. თქვენთან მაქვს შეკითხვა. ვის? ვაჟავერულიძე. ესე იგი, კითხვა არის ასეთი მარტივი, მოკლე, კონკრეტული. თავრობა შემჩნეული არის ფინანსური და ბუნებრივი რესურსების არაეფექტიან მართვაში. არსებობს თუ არა SWOT ანალიზი ამ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები რა არის ამ ქვეყნისთვის? მადლობთ. ჩვენ თავრობა გვპასუხობს.
მოგესალმებით ბატონო ვაჟა, უღმეს პატივისცემით, ბატონი თემ დავაზუსტებ, ესე იგი, ანუ ახლა ჩასაფრებულის პოზიციიდან არ გაიგოთ, უბრალოდ მართლა გვაინტერესებს რა ეკონომიკური ეფექტი ექნება, ანუ რას მიიღებს ქვეყანა დეტალურად გარდა გადასახადებისა, გარდა მოგებისა, გარდა საშემოსავლო გადასახადის, ანუ თითოეული კილოვატ-საათი გაყიდული ელექტროენერგიიდან რა წილი დარჩება ეს საქართველოში, იქნება დაგვიზუსტოთ. მე დავაზუსტებ. დიახ, გესმენთ. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, ჩემი ბატონო ვაჟა, გახლავთ ჩემი ლექტორი უნივერსიტეტში. არ გვაინტერესებს ადამიანმა ძალიან კონკრეტულად. კარგი, მოდი ვაშ ფეხზე ავდგენ, იმიტომ რომ რატომაც ვეღარ უსმენთ ერთმანეთს და შევამჩნევთ ვინ საუბრობს ხოლმე. ანუ საქმე რაშია? ბატონო ვაჟა, დაშლა საკითხვა გაკეთებული არის თუ არა SWOT ანალიზი აი ამ პროექტის. მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია ბატონო ვაჟა, ამიტომ ვერ გეტყვით სალსახად გაკეთებულია თუ არა, მაგრამ სანამ გამოცხადდებოდა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ტენდერი, სავარაუდოდ გაკეთებული იქნება მსგავსი ანალიზი, მაგრამ SWOT ანალიზი მნიშვნელოვანია თავისთავად ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრისათვის, მაგრამ ასევე მეორე მხარეების ძირითადი პრობლემა, რაც აქვს პროექტს, ეს არის ეკოლოგიური მიმართულება, რაზეც მახვილდება ყურადღება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ეს აქტივობა საზოგადოების მხრიდან და სწორედ გავმეორდები და ბევრჯერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი არის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული საექსპერტო დასკვნა. ამ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება თვითონ ეკონომიკურ სარგებელს, წერა ბატონო მასლამას დასვა ეს შეკითხვა, გარდა გადასახადებისა, რაც ღებულობს ქვეყანა ღებულობს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, რაც თავისთავად ერთ-ერთი მაჩვენებელია და მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის უპირატესად იმპორტიორი ქვეყანა და ექსპორტის ზრდა, თუნდაც ეს 150-იან 200 მილიონი იყოს, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისათვის. კაპიტალი არის კერძო, რა თქმა უნდა, საუბარია ინვესტიციებზე და არა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. როგორ არ შემოდის? კარგი. შემოდის ვალუტა, შემოდის, ეს არის ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება, რაც შეეხება ქვეყანას, რა რჩება ქვეყანას რჩება გადასახადები. და ეს არის მე წეგანა გამოსახე უხეში გათვლებით და თქვი რომ დაახლოებით ღებულობს ქვეყანა აქედან ყოველწლიურად 17 მილიონი მოგების გადასახადს, 12 მილიონი ქონების გადასახადს და 1 მილიონი საშემოსავლო გადასახადს. აი ეს არის გათვლები, რაც შეიძლება პროექტის დაწყებამდე შეუძლია გალიანგარიშოთ თეორიულად. თქვენ მინდა რომ ბოლოს შეაფასოთ როგორც არ გვიდა მიკროფონის გარეშედან არ ელოდება 1:40 წუთი. რა გჭირთ ხალხო, ნუ რა დავსვათ ყველა კითხვას. გავცემ შეკითხვას შეიძლება მოსოს. ტენდერი გამოცხადებული იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ აჭარის წყლის ჰიდრორესურსების ათვისებაზე. ათვისება გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. არა. ეს ამას არიშოს არსებობს ერთი პროცედურა, თქვა გამოცხადებული გამოვლენილი იქნა, მაგრამ პროექტის როცა შედგება, მაშინ თუ არ იქნება დადებითი ეკოლოგიური დასკვნა, ამასთან დაკავშირებით პროექტი ვერ მიყვევს გაგრძელებას. ანუ შესაძლებელი იქნება მაშინ პირობები, რომელიც ინვესტორებმა წარმოადგინეს, ანუ უნდა აშენოს სხვა ტიპის ჰიდროელექტროსადგური მაშინ. ანუ ეს არის საექსპერტო შეფასების შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. არ გვინდა, არა, მორჩა. დაინტერესებულმა მხარემ ინვესტორმა. აი ერთ კითხვას კიდევ მივაბავ აი იმ დასმულ შეკითხვას და რადგანაც ეს პროექტი ჯერჯერობით არის შესწავლის სტადიაში და ზოგადად არ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, ფარავნის ჰიდროელექტროსადგური უკვე ხორციელდება და დარწმუნებულია რომ ამასთან დაკავშირებით უკვე გექნებათ ეს ინფორმაცია. ხო და მაინტერესებს ფარავნის შემთხვევაში რა ეკონომიკურ სარგებელს იღებს სახელმწიფო აი ამ ჰესიდან? მოესწრებათ მე წარმოვაგენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავის ერთ-ერთი წევკაცრავად მაშინ ვერ აგეხებათ. მაგრამ უბრალოდ მაშინ მეგეთქვით ფარავნის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც არის დაახლოებით იგივე რაც უფრო აჭარაში უფრო რთული სქემა მუშაობს, რა თქმა უნდა. ეკონომიკურ სარგებელს თუ დავთვლით რეალურად გამოდის რომ იქა ზუსტად იგივე პირობები იდო, ანუ ზამთრის პერიოდში სახელმწიფო აპირებდა ელექტროენერგიის მიღებას და ერთ-ერთ არგუმენტად ამ პროექტის განხორციელების იყო ის, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს ზამთარში შეამცირებდნენ. რეალურად გამორჩათ ერთი ფაქტი და ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ მდინარე ფარავანი ზამთრის განმავლობაში
იყინება ხოლმე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იყინება ხოლმე, შესაძლოა და დგას სერიოზული რისკის ქვეშ ეს კომპანია, ეს თურქული კომპანია, რომელიც უნდა განახორციელოს ოპერირება ამ ფარავან ჰესის, რომ ზამთრის პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიას შესაძლოა საერთოდ ვერ მიიღოს, ან ისეთი მიზერი მიიღოს, რომ არანაირი ზეგავლენა არ ქონდეს და როდესაც ვკითხულობთ ეკონომიკურ სარგებლიანობას აჭარალის შემთხვევაში, გულისხმობ ზუსტად იმასაც, რომ მოხდება იგივე რეალურად ჩვენი გარემოს ხარჯზე სარგებელს ნახავს სხვა, ჩვენ რეალურ სარგებელს როგორც სახელმწიფო ვერანაირად ვერ მივიღებთ. აი ეს არის კითხვის მთლიანი შინაარსიც, დედაარსიც და ასე შემდეგ. მე არ დაგეთანხმები, არ ვიცი ფარავნის სიტუაცია როგორ არის, მაგრამ აჭარის წყალს არ ეთანხმება, არც გაყინვა და არც გაშორება, ასე რომ ეს რესურსი არსებობს. დიახ. ბატონო დარია, მე თქვენს ეროვნულ პოზიციაზე ეჭვი არ მეპარება. მე გიცნობდი მაშინაც, როცა სახელმწიფო მოხელე იყავი, როცა არ იყავი სახელმწიფო მოხელე, როგორ აზროვნებდი, დღეს რომ სახელმწიფო მოხელე ხარ, არც არ უნდა გიშლიდეს, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. თქვენში ცოტათი აღშფოთება გამოიწვია, ჩვენმა ახალგაზრდა კაცმა რო თქვა, რომ უდიერად ვეპყრობით დელტას იქიდან რაღაც აბსოლუტურად სიმართლე თქვა. ეხლა რა შეასაქმე იცი? ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ამდენი გადამამუშავებელი ქარხანა რო დგას, საიდან ზეციდან მოდის ეს მასალა, რომელიც მუშავდება იქ? ეს ერთი საკითხი. ეხლა მეორე, მე გთხოვთ როგორც საქმეში შეხედულ კაცს, მიიტანოთ სამართლომდე აზრი, რომ მათი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მდინარე ჭარნალის შესართავთან აკუმულირებული დაახლოებით 250-300.000 კუბომეტრი, რომელსაც თვალი გაუსწორებენ და ფიქრობენ ის აიღონ, ეს გამოიწვევს ახალი სოფლის დასახლების გადალეკვას და იმას ვერავინ ვერ გაასწორებს. ვიღაცა პიროვნების პირადი ინტერესების გამო მაგის გაკეთება არ შეიძლება. ჭოროხის ყოროლის თავზე ავტეხეთ ამბები აქედან შოუზე დაგედა გაზეთებში რომ ბეჭდავთ და ხშირად გამოვდივარ ინფორმაციის წყაროთ მაინც იქნას მიღებული კაც თუ რეაგირება გავუკეთე მე შორსავა იმ აზრისაგან რომ უწინ დაიწერებოდა გაზეთში და ბიურო იხილავდა მაგას სისულელე იყო მაგრამ ინფორმაციის წყაროთ არა თუ დემაგოგი ვარ და მე დემაგოგიას ვეწევი დამიძახონ სამართლოში და მითხრეს რომ თამაშიცაზე რას იჭღაბნები თუ მე მართალი ვარ კეთილი ნებონ და მომისმინონ მადლობა აბე აქსაკეთთან დაკავშირებით წყალთან დაკავშირებით თქვენ ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თუ ასულხავთ ყოროლის წყალში ბოდიში მინდა მოგიხაროთ ავედი და არის ნახეთ რომ შეტანილია იქ ინერტული მასალა შედა გავსებულია იქ თითქმის მთელი ფართობი სკოლამდე ის ტერიტორია რომელიც ხელისუფლებას დავეხმარებე თუ არა ხოდა ხომ გაკეთდა თამას ასეთ რაღაცები თქვა თქვენი გულისხმები თქვა რაღაც გაკეთდა ხომ დაყრილია იმდენი ინერტული აზროვნებაა საჭირო იმდენი ინერტული მაგი ახლა მართლა თქვენი გადაწყვეტილებით ხომ არ მომხდარა თქვენი აზრი იყო შეიძლება მიიტანეთ ვიღაცასთან და გაითვალისწინეთ და იქ შეტანილია ალბათ 100,000 კუბომეტრი ინერტული მასალა შეტანილია და სკოლის ტერიტორია სადაც ხიდიდან ძველი თამარ მეფის ხიდიდან დაწყებული სკოლამდე ინერტული მასალა შეტანილია და ის ტერიტორია გასწორებულია. დიდი მადლობა ბატონ ტარიელ. მე როგორც ვიცი, შემოსული არის Skype-ით კითხვები და ყველას მომხსენებლებსთან არის ეს კითხვები და იქნება ნახოთ ადამიანები რომლებიც აქ არ არიან, რა კითხვებს სვამენ, აბა საგო თუ შეიძლება. იგივე კითხვაა, რაც ბატონმა ავთანდილმა დასვა, ეს არის კულტურულ დაწესებულებებს მემკვიდრეობას ხომ არ ემუქრება საფრთხე. სტუმრის მიმართ არის დასმული ეს კითხვა. მე როგორც მახსოვს კომპენსაციის ოდენობაზე იყო საუბარი, ეს კითხვა დავსვით, ვინ გაიღებს ამ კომპენსაციას და რა სახის კომპენსაცია იქნება? ამაზე იყო პასუხი გვაქვს ამაზე, მე მგონი პასუხი ვერ მივიღეთ. ოდენობა არა გვაქვს. მე პრინციპში მე მინდა ჩვენ სტუმარს ვთხოვო, რომელიც სპეციალურად ამ დისკუსიისთვის დაკოდაჯი. არა, მე მგონი რაღაც პარამეტრი მითხრა ბატონო, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ შეიძლება
ბატონო შეიძლება აღარ მოგიწევთ ბატონ დათოს ჩემი ხმა შეიძლება ბატონ დათოს მივცეთ საშუალება ბოლოს შეფასება გააკეთოს არის ჰიდროგეოლოგიური თუ შეიძლება რა მან კითხეთ ეს მონაცემი რომ მაგე ამბობს რომ მდინარე 12-14 საათში შეივსებაო რომელი იყო რა ამ მდინარე იყო მაგამ თქვა რომ რომელიღაც მდინარე რომელიც შეივსება და საიდან აქვს ეს ჰიდროგეოლოგიური გათვლები არის თუ შემდგომში უნდა მოიპოვოთ და ამის შემდგომ აჭარისწყლის ტერიტორია თქვა მაგან შევსება წყლით მოვისმენთ პასუხებს კითხვები მეტი აღარ იქნება აი ამ პასუხის შედეგად მინდა ჩვენს მარჩ რომელიც სპეციალურად აი ამ თემაზე სადისკუსიოდ ჩამოვიდეს ხო არიციან თუ We have data since 1946 and then until 1989 not that good data. აღარ იქნება კითხვა-პასუხი მორჩა. აღარ მივეცი ეს კი. მორჩა კითხვა-პასუხი არის რამე პასუხი ეხება. So do you have an answer to that question? Yes, there has been conducted hydrological research and collected data since 1946 and from 1946 up to 1989 we have quite good data. From 1989 until 2005 the data is not that good, but still we have data, as well as we have received some of the data from the existing OTSI HPP. ანუ ჩვენ გვაქვს ჰიდროლოგიური მონაცემები 1946 წლიდან 1999 წლამდე, ასე გვაქვს 1999 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, თუმცა ეს ბოლო მონაცემები წინა წლებთან შედარებით არ არის იმდენად სრულყოფილი, ასევე გვაქვს მონაცემები აცგესიდან, ანუ ამ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს. კვლევა მიმდინარეობს, ანუ ეს არის პასუხი, ხო? Oh, it's George. I will give you. კითხვები აღარ იქნება, ბატონო ზარიას. ინტენსიურობა ატმოსფეროს ნალექების უფრო აცილებით მეტია, ვიდრე მანამდე იყო. კითხვა-პასუხის რეჟიმი მე მგონი ამოწურეთ, მე მინდა ვთხოვო მომხსენებლებს რომ თავიანთი ბოლო შემაჯამებელი სამივეს შეიძლება რომ შემაჯამებელი გარკვეულება გავაკეთოთ. We have asked Mott MacDonald to try to analyze the data, the data since 1990, and they think it can see a slight increase, but the data isn't good enough. But we think it may be slightly more rain and precipitation, but it's not clear. ანუ მოთ მაკდონალდმა ვთხოვეთ რომ შეესწავლათ ეს მონაცემები 90-იანი წლების შემდგომ დღევანდელი დღეს ჩათვლით და სავარაუდოდ ნალექიანობა მოიმატებს საგრძნობლად, ну რა პროცენტით მოიმატებს ამაზე პასუხი არ აგვაქვს, თუმცა მომატება იქნება. მატებს. აბა თუ შეიძლება ისეთი ინტენსიური ნალექები მოდით თაში, რომელიც აქამდე არ მოსულა. აი თუ გინდ 3 დღის, 4 დღის უკამდელი ინფორმაცია, აი ფოკის პირველი წვიმა, ბათუმური წვიმა მოდის უკვე ხულოში და ჟვაღებში. დაკავშირებულია იმ გესების შენებლებასთან, რაც თურქეთში მოხდა. ჯერ სად არის ესენიაში? თუ შეიძლება თქვენ და მე თქვენ. სანამ შეფასებას დავიწყდეთ, წეგან ვიკითხე ბატონ ავთანდილს ჰქონდა კითხვა, რამდენი არისო მთლიანი სარკე, ვკითხეს და როგორც მოსალოდნელი იყო, არც მათ არ იციან ჯერჯერობით ამის შესახებ საერთო ფართობთან დაკავშირებით. ხო, რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის შეფასებას. ჩვენი ორგანიზაცია არა მარტო ამ ჰესის, ანუ არა მარტო აჭარის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და იგივე ჭოროხზე დაგეგმილი ჰესების, არამედ ზოგადად ნებისმიერი
დიდი ჰესის წინააღმდეგია და დიდი ჰესის განვითარების წინააღმდეგია საქართველოში, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს ხდება ქაოსურად, ყოველგვარი გათვლის გარეშე, მოკლებულია მდგრადობის პრინციპი, არ ეფუძნება მდგრადობის არც ერთ პრინციპს და იდეა რომ ავაშენოთ დიდი ჰიდროელექტროსადგური ყველა მდინარეზე რაც გვაქვს, ეს არის იდეა, რომელიც რეალურ თან იმ სქემით, რა სქემითაც ხორციელდება, ეს არის აშენება, ფლობა, ოპერირება, ეს არის რეალურად არაფრის მომტანი როგორ სახელმწიფოსთვის შემოსავლის კუთხით, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე და შემდგომ ვსაუბრობთ 30 მილიონზე თურმე წელიწადში შემოსავლა, რაც კიდევ საეჭვოა, მაგრამ ჩავთვალოთ რომ არის 30 მილიონი და თან ამასთანავე არ ვსაუბრობთ იმაზე და თან ყველაფერი ამასთან ერთად ვავალებთ ინვესტორს, რომ თქვენ გამოიკვლიეთ, რამდენი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანიო, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, რას დაწერენ, ხო? ანუ მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. ზოგადად, აქ აჭარაში კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით არის პრობლემა სანაპირო დაცვასთან დაკავშირებით. არის პრობლემა თურქეთში დაგეგმილი და მიმდინარე ჰესებთან დაკავშირებით. და ჩვენ იმის მაგივრად რომ იყო, როდესაც იყო რეკომენდაცია რომ მომხდარიყო კომბინირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება, სადაც ასახული იქნებოდა ყველა ის პრობლემა, რაც არის თურქულ ჰესებთან დაკავშირებით, ამ კვლევის მომზადების გარეშე ვიწყებთ 2 თუ უკვე რამდენი ჰესე გამოდის, 6 თუ 7 დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ყოველგვარი გათვლის გარეშე. აქედან გამომდინარე, ცალსახაა ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია, რომ როგორც ამ ჰესებზე, ისევე სხვა ჰესებზე ვართ წინააღმდეგი. კიდევ ერთი საკითხი, რაც არის ძალიან პრობლემური ასეთი ტიპის ჰესებისათვის, ეს არის ეკოლოგიური ხარჯი მდინარის დინების ქვედა დინებაში წყალაღების წერტილიდან. 10% ეს არის ხარჯი, რომელიც პრაქტიკულად კლავს მდინარის ეკოსისტემას. აღარაფერს აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არანაირი ნატანის გადატანა, რომც მოხდეს გაწმენდა ხოლმე კაშხლების, მისი ჩატანა 10% წყლის ხარჯით შეუძლებელია შავ ზღვამდე. შესაბამისად, ეს მეთოდი თვითონ არის უკვე სერიოზული საფრთხის მატარებელი. არ ვსაუბრობ ახლა კონკრეტულად რა ეწერება დოკუმენტში, ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც დგას. და ეს მეთოდი არის სასწრაფოდ გადასახედი, იმიტომ რომ ამ მეთოდის გამოყენება ხდება არა მარტო აჭარაში, არამედ ეს ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეს ფარაონის ჰესზე და ასე სტანდარტულად ხდება გადატანა ყველა პროექტზე და რაც მთავარია, ხდება იმის გაშუქება, რომ თითქოს ეს 10% არის რაღაცა საერთაშორისო სტანდარტი, რომელიცაც აღიარებს სოფლიო ბანკი და ყველა. სინამდვილეში ეს არანაირი საერთაშორისო სტანდარტი არ არის, ეს არის საკმაოდ მოძველებული მეთოდი, მით უმეტეს ჩვენარი ქვეყნისათვის, როდესაც ჰიდროლოგიური მონაცემები მდინარეებზე, არ ვსაუბრობ კონკრეტულად ერთ მდინარეზე, არამედ ზოგადად საქართველოში, პრაქტიკულად 86 წლამდე არის ბოლო მონაცემები აღრიცხული, ხოლო შემდგომი მონაცემები ძალიან ესეთი პერიოდულ ხასიათს ატარებდა, პრინციპში ძირითადი მონაცემები არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია არის ეს და რაც შეეხება ანუ გამოსავალს ამ სიტუაციიდან თუ გვინდა ათვისება, რა თქმა უნდა აუცილებელი არის იმ გეგმის შემუშავება, რომელიც ზეც დათანხმდა სახელმწიფო, როდესაც ხელი მოეწერა ევროკავშირისა და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას და რომელიც გული უსხმობს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგოწყაროების ათვისებას და რომლის მიმართულებითაც კი არ გადადგმა ამ გეგმის შესრულების ერთი ნაბიჯთაც მაშინ როცა ეს არის ძიების ჯერჯერო გეოლოგიის შესწავლა მიმდინარეობს. იქ არანაირ მშენებლობაზე საუბარი. არა, მესმის, მაგრამ შესწავლა არ მიცემს იმ ეფექტს, რომ იქ შეიძლება გასულ მშენებლობა არავინ არ მიცემს. სამწუხაროდ გვაქვს მაგალითი ფარაონის ჰესთან დაკავშირებით, როდესაც არის და უკვე დადგენილი, დამტკიცებული და მიმდინარეობს ხორციელება. ბიბლის ბუნბულის სამუშაოები სწავლობენ. ხო, მაგრამ მეთოდი არის უკვე შერჩეული, აქ სწავლაზე არ არის ლაპარაკი. მეთოდია შერჩეული, თორე იმაზე კი არა მაქვს საუბარი, სწავლობენ თუ არ სწავლობენ. მთავარია მეთოდია ცუდი. არა, მესმის, მაგრამ როდესაც მეთოდი არის შერჩეული, უკვე იმ მეთოდის მიხედვით ხდება შესწავლა, ხო და აქედან გამომდინარე, როდესაც მეთოდი არის ცუდი, იმ მეთოდის შესაბამისი შედეგებიც იქნება ცუდი. ხა ეს მარტივი ხა შესწავლის პროცესში არის. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს კარგი?
აი ეს პროექტები არ უნდა განხორციელდეს ძალიან მოკლედ თუ გაინტერესებთ და თუ უფრო ხანგრძლივი გაინტერესებთ და ეს უნდა ისინუალიზდეს და იმას ვაშენებს. კონდა პრობლემები ჩვენ არ შეიძლება მე რაღაც იგიცით თქვენ მაგიტა მალაპარაკეთ რაღაც კომენტარი გააკეთოთ. ეს პროექტი არა აღებული სერვისი. ხო მაგრამ ეს 10% აქვს შერჩეული და რა მნიშვნელობა? გადაწყვეტით საბოლოოდ მაინც არა. 10%-ზე გადაწყვეტილია გამოკონსალტინგმა მითხრა პირადად საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა. ეხლა სტუმარი გიპასუხებდა მე სამინისტროს წარმომადგენელი აწევს კომენტარს ტელევიზიას და მე რა ვთქვათ რომ მან დააფიქსიროს მშვიდობი. მე მგონი თქვენ მორჩით ხო? რა ვიცი, მე მგონი კი. თუმცა ხო, ნუ ძალიან ხანგრძლივი ახსნა გამომივიდოდა მაშინ. მადლობა. David, first of all, I would like to invite you tomorrow, if it's convenient to you, to go up in the valley and then I can show you the project, because as we see it, this is not the big dam project, it's small reservoirs and and I think you would see that the impact isn't that big. So my thing to the audience here is that there are several different types of hydro project. The big dams, and this is quite small one. ანუ ბატონი არანდი ეპატიჟება ბატონ დავით ხვალ, რო წავიდეს აჭარისწყლის ხეობა დაათვალიეროს ბინას და აჩვენოს საპროექტო ადგილები და აჩვენოს რომ აქ ჩვენი პროექტით არ არის გათვალისწინებული დიდი კაშხალი, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს. მაშინ ვპასუხებ რომ თქვენ დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის, მაგრამ ამ ფილტრებს შევასრულებთ აუცილებლად, თუმცა ჩვენ თუ გამოვიდებლად აქედან გამომდინარე თქვენ იმის სურვას სულ არ გჭირდება. არა, ჩვენ საერთოდ ზოგადად ყოველთვის გამოვიდებლად დავდივართ. სამინისტროს წარმომადგენელს ველოდებით თუ რა შევით? მეგონი ეჯოდა აფიქსირა გასა პოზიცია. არა, მე მგონი ღირს რა ისა მოусმინეთ შეფასებას მისი დღევანდელი ჟურნალისტებს შემოგვეჭრეთ. დიახ. ასეთი ისა ჩვენ ვარ ენერგო მატარებელი ქვეყანა არა ვარ. ჩვენი ენერგო მატარებლობა არის თეთრი ნახშირი, რომელსაც მდინარე ჰიდრორესურსი ქვია რა. ამ მე პირადად ახლა ნუ მე არ ვლაპარაკობ კაშხლების შენებლობას და კლიმატის შესვლას და რაღაცას, მაგრამ ჩვენთვის ეს არის როგორც ნავთობი, როგორც აი ენერგო მატარებელია ჩვენთვის რა. ეს შემოსავალია ქვეყნისთვის და ახლა ამის გავიგეთ ბატონო, მადლობა. რაღაც ნიუანსები არის, რომელიც ეკოლოგიურად არა გამართლებული იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი ენერგო მატარებელი. ჩვენი ნავთობია. ჩვენთვის საქართველოსთვის თეთრი ნახშირია, რა. აი ეს არის ენერგო მატარებელია რა, სწორად გამოგონდა. ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასებას დღევანდელი დისკუსიისას და ზოგადად პროექტების მისიულ ხედვას, ამ პროექტთან დაკავშირებით მისიულ ხედვას და ვამთავრებთ დისკუსიას. დიახ. მე მინდა პირველში დიდი მადლობა გადაგიხადოთ აღნიშნული საღამოს მოწყობისათვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ამ პროექტში და საზოგადოების აზრი ამასთან დაკავშირებით. აქ იყო ბევრი განსხვავებული აზრი, წარმოითქვა შენიშვნები, შეკითხვები, იყო რაღაც შეკითხვები, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ცოტათი ნაადრევი იყო ალბათ ეს შეხვედრა მინდა გითხრათ და სასურველი იქნება თუ კიდევ ერთი შეხვედრა მოხდება, მას შემდეგ, როდესაც უკვე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში იქნება გაკეთებული. ანუ იქნება გამომდინარე, რომ ეს ანგარიში არ არსებობს, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს და არ შეიძლება ამის აღქმაც ცალ-ცალხად თითქოს, რომ ეს არის ეკოლოგიურად საფრთხის მომცემი, იმიტომ რომ ეს უნდა თქვან ექსპერტებმა ამისთვის დაკერებული ყავთ ჩვენს ინვესტორებს კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც გააკეთებენ გარემოს ზემოქმედების შეფასებას, ხოლო შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტები გააკეთებენ მასზე საექსპერტო დასკვნას. ხო და ხო დადებითი პასუხის შემთხვევაში ექნება პროექტს მომავალი. დიდი მადლობა. მე მინდა სტუმრებსაც შეთავაზო და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ როდესაც ესეთი დასკვნა იქნება, რომ შეიძლება მოვძანდით პრესკაფეში და წარმოგვიდგინეთ ბატონო, ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტროში გადაეგზავნება ეს ყველაფერი. მე აღარ შეიცვალა. ბატონო, გიპასუხებთ. როდესაც კანონით გადაწერილი პროცედურა არის, შემდეგ როდესაც მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ამის შემდეგ ხდება საჯარო განხილვა. ამისთვის არის გამოყოფილი დაახლოებით 60 დღე.
ეს ძალიან დიდი. უნდა მოხდეს ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში მისი გამოქვეყნება, უნდა მოხდეს იმ მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვა, რომელშიც კეთდება აღნიშნული პროექტები და რამერწმუნდეთ, მაშინ მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. და რაც თავარია კიდევ, არსებობს თქვენ შეგიძლიათ წერილობითი მოსაზრებები შეიტანოთ ამასთან დაკავშირებით და დაინტერესებულმა მხარემ ამაზე უნდა გაქცეთ წერილობითი პასუხი. და რაც შეეხება მნიშვნელოვანი კიდევ ერთი გარემოება არის, რომ ის თქვენი მოსაზრებას და მისი პასუხის დასაბუთებული არგუმენტები არის გარემოების ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი, რომელიც უნდა წარადგინოს გარემოს დაცვის სამინისტროს და მხოლოდ ყველა მოსაზრების და ყველა არგუმენტაციის გათვალისწინებით ხდება საექსპერტო დასკვნის გამოქვეყნება. მე სხვა რამე ვთქვი. მე ვიცი ეს როგორ ხდება. უბრალოდ მე შემოგთავაზე სივრცე, სადაც ეს შეიძლება ერთი განხილვა მოვაწყოთ. მე თანახმოვ ვარ. ალბათ იმიტომ ეს იქნება ონლაინ რეჟიმში და უფრო ფართო საზოგადოება ნახავს. ანუ ამ შემთხვევაში კომპანიებს თავაზობ, იმიტომ რომ მეც ამას შეიმუშავე. მე ვიცი მათი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და გავაჟღერებ, რომ აბსოლუტურად დაინტერესებია მეტად ჩართო საზოგადოება და მეტი ინფორმაცია მიეწოდო ხალხს. ჩვენ გქონდა დღეს რამდენიმე ესეთი კითხვა, რომელზეც პასუხი იყო საინტერესო, მაგრამ ვერ მივიღეთ სამწუხაროდ ემოციური ფონის გამო. ამიტომ აი ეს დასკვნები, როდესაც იქნება მზად და უფრო მეტი პასუხებიც ექნებათ კომპანიის წარმომადგენლებს, სამინისტროს წარმომადგენლებს ჩვენს კითხვებზე, იგივე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათი შეფასებები ცოტა მოგვიანებით ალბათ როდესთვის, რა ვთქვით, როდესთვის იქნება თებერვლისთვის, სადღაც თებერვლისთვის, მარტისთვის ყველას დაგელოდებით ამ თემაზე სასაუბროთ. მე რამიანაც ვიცი 2012 წლის თებერვალზე გქონდა საუბარი. ვერ დავბრუნდები ცოტა. დიდი მადლობა ყველას.